სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა. ამინ. შეძლების და გვარად ვეხებით ერთ-ერთ უდიდეს მართალ ადამიანს, ანუ წმიდა ადამიანს, ძველი აღთქმიდან, აბრაამს, რომელიც ეკლესიისთვის და ეკლესიის მამებისთვის და მოციქულებისთვის ყოველთვის სარწმუნოებრივ მაგალითს წარმოადგენდა. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა არის მესამე და მეოთხე გამოცხადება აბრაამისა. საინტერესოა, რომ მე-15 თავი დაბადების წიგნის დაიწყება სიტყვებით ამ ამბების შემდეგ გამოეცხადა უფალი აბრაამს. და ჩდება კითხვა, რომელ ამბებზეა საუბარი, რომელი ამბების შემდეგ. თუ ჩვენ დავაკვირდებით აბრაამის ცხოვრებას და აბრაამის მიერ გამლივ სულიერ გზას, ძალიან ბევრი ამბავი მოხდა აბრაამის ცხოვრებაში. თუ პირობითად ვიტყვით, მისი კათაკმევლობის პერიოდში, ანუ წინადაცვეთამდელ პერიოდში, მისი მოქცევის პერიოდში, მისი უფლისადმი შედგომამდე თუ რა მოვლენები ხდებოდა. პირველი მოწოდება ვიცით აბრაამისა, რომ უფალი მოუწოდებს მას, გამოდი შენი სახლიდან, შენი შობის ადგილიდან, მამა შენი სახლიდან და წამოდი იქ, სადაც მე გეტყვი. ანუ აბრაამი მიდის იქ, სადაც მან არ იცის და როგორც უკვე ვთქვით, მას მიყავს სახლეული, მასთან ერთად მეუღლე მიდის მისი სარაი და მან არ იცის თუ სად მიყავს უფალს იგი. ამის შემდეგ იგი ბეთილსა და ჰაღაის შორის ააშენებს სამსხვერპლოს და რა თქმა უნდა, გადმოცემის თანახმად იგი ყოველი მსხვერპლის შეწირვის შემდეგ, ანუ ყოველი წირვის შემდეგ ქადაგებდა ღვთისსიტყვას და მისი ქადაგების მოსასმენად სხვადასხვა კუთხიდან მოდიოდნენ. და იგი იმედოვნებდა, როგორც გონიერი მისიონერი, რომ უკიდურესი წარმართული რეგიონიდან, ჰაღაიდანაც მოვიდოდნენ მისი ქადაგების მოსასმენად, რომელიც ნაყოფს გამოიღებდა და რომლითაც მოაქცევდა წარმართებს. ამის შემდეგ ისევ და ისევ სულიერი და ხორციელი შიმშილის გამო, როგორც გონიერი მისიონერი, მისიონერულ ტურნეს განაგრძობს და მიდის ეგვიპტეში, სადაც უნებლად შედის და გამოდის სახლებულთან ერთად. და ვიცით თუ როგორი ერთგვარი გამოცდა ჰქონდა მის მეუღლეს სარას და როგორც ამბები ერთპიროვნულად აღნიშნავდნენ, მისთვის სარასთვის იყო ეს განსაცდელი, ხოლო აბრაამი, ღმერთწმინდობილი აბრაამი არც კი შეეჭვებულა, რომ მისი მეუღლე უნებელად გამოვიდოდა ფარაონის სასახლიდან. და ძალიან ბევრი მოვლენა უკავშირდება აბრაამის ცხოვრებას, მის სულიერ და ხორციელ სულას და მოღვაწეობას. სწორედ აი ამის გამო სამართლიანად აღნიშნავს მოსე წინასწარმეტყველი ამ ამბების შემდეგ, მაგრამ ამ ამბებს, ამ სულას, ამ გმირობას, ამ გამარჯვებებს ვიცით, რომ ქედორლაღომერის უძლეველი კოალიცია, 4 მეფის კოალიცია დაამარცხა მან და გამოიხსნა მისი ძმისშვილი ლოტი, ანუ სულით ვისი დასდო ცხოვართათვის, როგორც კეთილმა და გონიერმა მწყემსმა, როგორც სახარებისეული იგავი ჩვენ ამას მოგვითხრობს და ამავდროულად მან ლოტთან ერთად გამოიხსნა ის სოდომელები, რომელიც მას შეუდგნენ, ანუ მისი სულიერი შვილები გახდნენ და აბრაამს დაემოწაფნენ როგორც მოძღვარს, როგორც ერთი ჭეშმარიტი ღმერთის მიმდევარს. მაგრამ საუბარია ჰაგეოგრაფიაზე, საუბარია წმინდა ადამიანზე და ყოველთვის ჰაგეოგრაფია მიგვანიშნებს წმინდანის სისუსტეზე, ნაკვლევან მხარეზე, იმის ხაზგასასმელად, რომ ეს ჩვენ სანუგეშოდ ხდება, რომ ესა თუ ის წმინდა ადამიანი არის ჩვეულებრივი ადამიანი, ადამიანს, რომელსაც ჰქონდა შიში, ესა თუ ის წმინდანი, ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ტკივილი, ადამიანს, რომელსაც ჰქონდა პრობლემა და აბრაამიც ამგვარი ადამიანია და ამგვარ მის პრობლემას წმინდა წერილი ხაზს უსვავს. მისი პრობლემა, მისი უმთავრესი სატკივარი დაკავშირებულია შვილთან, არც მეტი, არც ნაკლები. და ეს ტკივილი ვლინდება კიდევაც უფალთან გულწრფელი საუბრის დროს. და ჩვენ ამასაც შევეხებით და მოკლედ მინდა წინ წაუსწრო მუხლს და ვთქვა, რომ აბრაამის ამგვარი ტკივილი, აბრაამის პრობლემა ვლინდება შემდეგი სიტყვებით: შთამომავლობა არ მოგიცია ჩემთვის, მაგრამ ეს არ არის საყვედურ ნარევი კილო, ეს არის გულის ტკივილის აღნიშვნა, რომელიც როგორც უკვე ვთქვით, უმთავრესად უკავშირდება მის შვილს, ანუ მის უშვილობას.
ამამვების შემდეგ უფლის სიტყვა გამოეცხადა ხილვაში აბრაამს და პირდაპირ ერთპიროვნულად ეგზეგეტიკაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ აქ საუბარია მეორე ჰიპოსტაზე იესო ქრისტეზე. უფლის სიტყვა ეს არის ერთ-ერთი საღვთისმეტყველო ტერმინი, რომელიც პირდაპირ მიგვანიშნებს იესო ქრისტეზე, ანუ მეორე ჰიპოსტაზე და ამასვე მოწმობს წმინდა წერილი და სხვადასხვა ადგილები წმინდა წერილისა, რომ ძველ აღთქმაშიც გამოვლინდებოდა და გამოვლენა ქონდა მეორე ჰიპოსტასის აღთქმედებას. ეს არის გამოცხადების წიგნის მე-9 თავის მე-20 მუხლში გვხვდება იგივე გამოვლენება მეორე ჰიპოსტასისა, პირველ მეფეთა წიგნის მე-3 თავში, ფსალმუნთა წიგნის 32 თავის მე-6 მუხლში და სხვა ადგილებია წმინდა წერილისა ძველ აღთქმაში, რომელიც მოწმობს მეორე ჰიპოსტასის გამოვლენას ძველ აღთქმაში და არა მარტო ახალ აღთქმაში. გამოეცხადა ხილვაში. ასევე ჩვენ ვკითხულობთ წმინდა წერილში და ხილვასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ რედაქციაში არის ერთგვარი დანამატი. გამოეცხადა ღამით. ანუ ეს ლოცვა და უпростоრად ლოცვიდან გამომდინარე და მთელი მისი ცხოვრება ლოცვა იყო, ანუ აბრაამის ცხოვრება არის ღვთის წინაშე სვლა, მარადის ღმერთის ხსოვნა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ნაყოფთან, ნაყოფი, რომელიც არის ღვთის ხილვა, არაერთი ხილვა. ამ შემთხვევაში საუბარია უფლის გამოცხადებაზე, რომელსაც მოგვითხრობს მე-15 თავი და თავადვე მეორე ჰიპოსტასი, როგორც უკვე თქვით, ეცხადება მას და ამავდროულად სხვა პრობლემაც ჩანს ამ გამოცხადების შედეგად. ეს სიტყვის მიგების შემდეგ ჩანს მისი უმთავრესი პრობლემა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, უშვილობა, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, მას აქვს ადამიანური შიშიც და სწორედ აი ამ შიშს უგვარებს და ანუგეშებს უფალი. და რასთან არის დაკავშირებული ეს შიში, ხდება კითხვა. მან დაამარცხა უძლეველი კოალიცია, რომელ კოალიციასაც ვერ ამარცხებდა სხვები. და მას აქვს შიში, რომ ის კოალიცია ძალას მოიკრებს და მასზე შურს იძიებს. ამავდროულად მას აქვს შიში ადამიანურად იმისა, რომ მის გარშემო უამრავი უცხოტომელია. საუბარია წარმართებზე, რომელთაც ასევე გააჩნიათ საბრძოლო აღჭურვილობა და ასე ვთქვათ, საბრძოლო გარნიზონები. მათ აქვთ საბრძოლო ძალა. აქედან გამომდინარე, მათგანაც შესაძლებელია თავდასხმა, მათგანაც შესაძლებელია იმ კოალიციასთან შეერთება ან ცალკეული, ასე ვთქვათ, იერიში და როგორც გონიერი ადამიანი, როგორც ხორციელად მებრძოლი და ამავდროულად სულიერად მებრძოლი, როგორც მისიონერი და მრავალმხრივ დაჯილდოებული ადამიანი ამ ყველაფერზე ფიქრობს და უფრთხის. შეიძლება ამგვარად თითქოს და ეს არ უკავშირდება სხვაგვარ შიშს. ეს არის სიფრთხილე და წინდახედულობა და აი ამის გამო ულთამხილველმა უფალმა იცის რა მისი შინაგანი ეს მდგომარეობა, მისი შინაგანი ეს სიფრთხილე, უფალი მას ამ ხილვაში ანუგეშებს შემდეგი სიტყვებით: ნუ გეშინია აბრამ, მე ვარ ფარი შენი. ანუ მე ვარ შენი მცველი, მე ვიქნები შენი ფარი. ფარი მოგესალმებით არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ნივთი, რომელიც აუცილებელია ბრძოლაში და სწორედ აი ამ ტერმინს მისი გულის ამ სატკივარს რომ განკურნა სწორედ ამ ტერმინს იყენებს უფალი ადამიანური მიდგომით მას თანდაეუბნება მე ვარ შენი ფარი, არ ეუბნება მე ვარ შენი მცველი, მე ვარ შენი საფარველი, მე ვარ შენ ხარ ჩემ ფრთის ქვეშ შემოვედრებული, როგორც მაგალითად მართვე სხვადასხვა იგავებში არის იერუსალიმთან დაკავშირებული ამგვარი იგავი უფლის მიერ მოშველებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ზუსტად იმაზე აკეთებს აქცენტს, რომელი პრობლემაც არის აბრაამისთვის უმთავრესი, შვილის შემდეგ. როგორც უკვე ვთქვით, მისთვის მთავარი პრობლემა იყო ის, რომ იგი უშვილოდ გადადიოდა და მისი შთამომავალი უნდა გამხდარიყო მისი მსახურის ძე. უთხრა აბრამმა ამის საპასუხოდ: უფალო ღმერთო, აი ამგვარი მიმართვა არის დედანშივე. და ეს მიმართვა დედანში ებრაულად წერია ამგვარი სიტყვებით: ადონაი იეღოვა, ადონაი იაჰვე. ანუ უფალო ღმერთო ებრაულად არის ადონაი იაჰვე, რომელიც ნიშნავს შემდეგს: ადონაი არის ღმერთი უმაღლესი მსაჯული ნიშნავს ამას, ესეც ორივე არის საღვთისმეტყველო ტერმინი, ხოლო იეჰოვა, ანუ იაჰოვა ნიშნავს შემოქმედს და მაცხოვარ უფალს. ანუ აი ეს ორი ტერმინი შეიძლება ითქვას ეს არის აბრაამის ღვთისმეტყველება. ამგვარად შეიძლება სახელი დოს ეს სიტყვები ამგვარად მიმართავს იგი უფალს.
და როგორც უკვე ვთქვით, ყოველი მისი ამგვარი მიმართვა უფლისადმი იქნება ეს ადონაი, იაჰოვა თუ ელშადაი, ანუ ყველა ძლიერი ღმერთი, ან როგორც უკვე ჩვენ მე-14 თავში აღვნიშნეთ, უზენაესი ღმერთი, ყოველი ეს თვისება, რომელსაც იგი აღიარებს და რომელსაც იგი აღნიშნავს, ყოველი საღვთისმეტყველო თვისება არის აბრაამის პირადი გამოცდილება. აბრაამი ერთგულებს რა ღმერთს, აბრაამი მიყვება რა ღმერთს იქ, სადაც მან არ იცის, ამგვარი მოღვაწეობიდან გამომდინარე, ამგვარი თავდადებიდან გამომდინარე, იგი დიდ ნაბიჯებს დგამს ღმერთთან ურთიერთობაში, იგი პირადად იცნობს ღმერთს და აი ამ გაცნობიდან გამომდინარე, მას პირადი ურთიერთობა აქვს ღმერთთან და მან პირადად იცის ღმერთის გამოვლინებები. აი ამ გამოვლინებებიდან გამომდინარე, მან ის არის ყველაზე დიდი ღვთისმეტყველი და მან მიმართა ღმერთს შემდეგი სიტყვებით, როგორც უკვე ვთქვით, ადონაი, იაჰოვა და ასევე წმინდა წერილის კომენტატორები აღნიშნავენ, რომ ეს არის ორიგინალური მიმართვა და აი ამ ორი საღვთისმეტყველო ტერმინის ასე ერთად მოხსენიება წმინდა წერილში პირველად ხდება მე-15 თავში. ნუ გეშინია აბრამ, როგორც უკვე ვთქვით, ანუგეშებს მას უფალი, მე ვარ შენი ფარი და უფალი ანუგეშებს მას, როგორც უკვე ვთქვით და აღუთქვამს ძალიან ბევრ რამეს აბრამს, შვილიერებას, გამრავლებას, რომ მისი ძე იქნება მისი შთამომავალი და ამგვარად პასუხობს მას აბრამი, როგორც უკვე ვთქვით, რა უნდა მიბოძო, უფალო, უშვილოდ გადავდივარ. ეს არ არის როგორც უკვე ვთქვით, საყვედური, ეს არ არის ღვთისგმობა. ეს არის მეგობრისადმი პასუხის გაცემა, მეგობრული დამოკიდებულება, გულღია დამოკიდებულება ღმერთთან, რასაც განიცდის იმასვე ამბობს, იმასვე ეკითხება, რაც მისი პრობლემაა. აი სწორედ ამგვარად უნდა გავიგოთ აბრაამის ეს კითხვა და იოანე ოქროპირი ბრძანებს ამასთან დაკავშირებით. როდესაც ღმერთი აბრამს ჯილდოს პირდება, ანუ ძალზე დიდი იქნება შენი ჯილდო, უფალი ამგვარად მიმართავს მას, მაშინ მან გამოაჩინა რა თავისი დარდი და სევდა, რომელიც გამუდმებით ზდევდა თან და დაკავშირებული იყო უშვილობასთან, თქვა ღმერთო, რას მაძლევ შენ მე და შემდეგ მე ხომ უკვე ღრმა სიბერეს მივაღწიე. ანუ იოანე ოქროპირი უფრო შლის ამ გულისატკივარს აბრაამისას და უფრო მეტად ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი წრფელი, როგორი ღია, როგორი პირდაპირ დამოკიდებულება ჰქონდა აბრაამს უფალთან და ამავდროულად კადნიერება. ამის წარმოთქმა უფლის წინაშე უცოდველად მხოლოდ შეიძლება ითქვას აბრაამს თუ შეეძლო. და პავლე მოციქული, რომელთა მიმართ ეპისტოლეში აღნიშნავს ისევ და ისევ აბრაამის სარწმუნოებას, როგორც უკვე ვთქვით, და ხაზს უსვამს მის სულიერ ცხოვრებას და სარწმუნოებრივ, ანუ სულიერი ცხოვრების უდიდეს მაგალითად ისრაელიანებს და რომაელებსაც, როგორც უკვე ვთქვით, რომაელთა მიმართ ეპისტოლეა, სარწმუნოებრივ მაგალითად უსახავს მათ აბრაამის ცხოვრებას და ხაზს უსვამს მის სარწმუნოებას და რწმენას უფლისადმი, რომელიც სამი რამის მიერ შეიძლება შერყეულიყო და სამი ფაქტორიდან გამომდინარე შეიძლება მას გაჩენოდა ეჭვი. პირველი, თუ რატომ შეეძლო მას დაეჭვება იმაში, რომ როგორ შეეძინებოდა მას შვილი, ანუ მას რომ ეჭვი გასჩენოდა მისი უშვილობიდან გამომდინარე მისი შთამომავლობის გამრავლებაზე და მისგან შთამომავლობის წარმოშობაზე, სამი ძირითადი პრობლემა არსებობდა ამისა, მაგრამ ამ სამ ძირითად პრობლემაზე მაღლა დადგა აბრაამი და სწორედ აი ამას უსვამს ხაზს პავლე მოციქული. მას არავინ ენახა ბერწი და თანაც შვილიანი. ანუ ვიცით, რომ სარაი არის ბერწი და თუ აბრაამი შობს, რა თქმა უნდა, შვილს, მისი შვილი უნდა იყოს აბრაამისა და სარაის შვილი. ვიცით, რომ სარაი ბერწია. ამიტომ მას მაგალითი არ აქვს, უპრეცედენტო მოვლენა, რომ ბერწმა შვას შვილი, მაგრამ აი ამ უპრეცედენტო მოვლენასაც კი დახსნის უფალი თავისი ძალმოსილებით და ბერწი შობს შვილს, ამ შემთხვევაში სარა. და ეს პირველი მაგალითით შეიძლება მისთვის დამაბრკოლებელი ყოფილიყო და მეორე. სიბერიდან გამომდინარე მათი ხორცი და ხორციელი შესაძლებლობები იყო მკვდარი. ანუ ფიზიკურადაც შეუძლებელი იყო მათ მიერ
შვილის შობა და რატომ ამასაც ხას უსვამს და აკონკრეტებს ივანე ოქროპირი. არღარა იყო 100 წლის. ანუ 100 წლის ჯერ არ იყო, 99 წლის იყო, ხოლო როცა შეეძინა 100 წლის იყო. და არც ამის პრეცედენტი არ ყოფილა, რომ 99 წლის ადამიანს შვილი შეძენოდა, მით უმეტეს, როდესაც მას ყავდა ბერწი მეუღლე. და მესამე პრობლემა, რაც არსებობდა და რასაც შეიძლება აბრამი დაებრკოლებინა, ეს იყო პირდაპირ ამოვიკითხავ ციტატას. მკვდრობა იგი საშოისა სარაისი, რამე თუ ყოვლად გარდასრულიყო ჟამი შვილიერებისაი მის სარაისა. ანუ კიდევ ერთხელ ხას უსვამს მოციქული, პეტრე მოციქული იმას, რომ ამ ქვეყნიური ლოგიკიდან, ამ ქვეყნიური თვალსაზრისით ამავდროულად მედიცინაზე დაყრდნობით შეუძლებელი იყო მათი შვილიერება და მას სავსები ძალიან ბევრი მიზეზი ჰქონდა იმისა, რომ დაბრკოლებულიყო ღვთისადმი და მას ვერ დაეჯერებინა ღვთის ეს სიტყვა, ღვთის ეს აქტმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც უკვე ვთქვით, აბრაამი ამ ყველაფერზე მაღლა დადგა და როგორც უკვე ვთქვით, აბრაამი მის სიტყვას აგრძელებს, რომ მე უშვილოდ გადავდივარ და მას აღთქმის აღსრულების გამოსავალი ესახება შემდეგ სიტყვებში, ჩემი სახლის მოურავი დამასკოელი ელიაზარია და ელიაზარის შვილისგან ელოდება მისი შთამომავლობის გამრავლებას, რომ ელიაზარის ძე მაინც დაიმკვიდრებს მისი შვილის ადგილს და ელიაზარის ძე მაინც მიიღებს უფლისგან აღთქმულ კურთხევას. და საინტერესოა სიტყვა ელიაზარი თუ რას ნიშნავს, მისი ეტიმოლოგიური მნიშვნელობა. ებრაულ დედანში ელიაზარი ნიშნავს უფალია ჩემი შემწე. პირდაპირ თარგმანი ამ სიტყვებისა არის უფალია ჩემი შემწე. და როგორც უკვე თქვით, აბრაამი აგრძელებს თავის სიტყვას, ჩემს სახლში შობილი ყრმა უნდა გამიხდეს მემკვიდრედ. და ეს ისევ და ისევ იმას მიანიშნებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აბრაამი ადამიანური ლოგიკით ვერ ხედავს იმას, რომ მას შესაძლოა მალე შეეძინოს შვილი, ან გარკვეული დრო იყო საჭირო, რომ ძე დაბადებულიყო და ძის დადგენა მომხდარიყო. ამიტომ იგი დადგენას ჩქარობს, რათა უფლის კურთხევა აღსრულდეს. მას როგორც უკვე ვთქვით, ამაში ეჭვი არ ეპარება და სწორედ აი ამის გამო მას ესახება მის სახლში შობილი ყრმა მისი ამ კურთხევის მიმღე პიროვნებად. და უფალი მყისიერად ანუგეშებს ისევ და ისევ აი ამ სატკივარის თითქოს და გაგების შემდეგ. ეს სიტყვა არასწორია გაგება, რადგანაც უფალმა იქამდე იცოდა თუ რა სატკივარი ქონდა შიშთან ერთად და სიფრთხილესთან ერთად აბრამს, როგორც უკვე ვთქვით, მისი სიფრთხილე თავადვე ანუგეშა უფალმა და თითქოს და გულთამხილველი უფალი ელოდება აბრაამს, რომ აი რამდენად გაიხსნება აბრაამი. მას ეჭვი არ ეპარება, იგი უბრალოდ უფრო მეტ გახსნას ითხოვს მისგან. თქვი შენი სატკივარი, ითხოვდე და მოგეცემა შენ, ირეკდე და განგეღება შენ. აი ეს დამოკიდებულება ჰქონდა ძველ აღთქმაშივე უფალს და აი ამის გამო მისი პირით ათქმევინებს აბრაამს თავის სატკივარს და არა იმის გამო, რომ უფალმა ეს არ იცოდა. და თქვა რა აბრაამა, გამოთქვა რა სიტყვიერად ეს თავისი ტკივილი მის უშვილობასთან დაკავშირებით მყისიერად ანუგეშებს მას უფალი და პასუხობს შემდეგი სიტყვებით, არ იქნება იგი შენი მემკვიდრე, მხოლოდ შენი წიაღიდან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე, ანუ უშუალოდ შენი ძე, რომელსაც შენ გიშობს, სარა იქნება შენი მემკვიდრე. და საინტერესოა თუ რამ აძლევს საფუძველს იმისა, რომ თქვა, რომ მყისიერად ანუგეშა უფალმა აბრაამი. ეგზეგეტიკაში ვკითხულობთ, რომ ბერძნულ, ლათინურ და სლავურ თარგმანში არის შემდეგი მინიშნება ამ მუხლთან დაკავშირებით, რომ ეს იყო მყისიერი ნუგეში უფლის მიერ და არა გარკვეული პერიოდის შემდეგ. ანუ მყისიერად გამოთქვა რა აბრაამმა მისი გულის სატკივარი, მყისიერად ანუგეშა მას უფალმა და ამგვარი სიტყვებით მიმართა და როგორც უკვე ვთქვით, ბერძნულშიც, ლათინურშიც და სლავურ თარგმანშიც გვხდება ამის მოწმობა, რომ უფალი მას მეყსეულად ანუგეშებს. და ამავდროულად ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება ვლინდება უფლის მიერ ძველ აღთქმაშივე ადამიანისადმი. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ახალ აღთქმისეული თვისება, შვიდ ვარდამ დაბალ გულით, როგორც ამბობს უფალი, ან გადატეხილ
ლერწამს არ შეუმუსრავ, როდესაც ახალ აღთქმაში ამბობს, მჯუტავ პატრუკს არ ჩავაქრობ, ამგვარივია უფალი ძველ აღთქმაში და უფალი რომ ძველ აღთქმაშიც ასეთი იყო, შემდეგი მუხლიდან ვლინდება ეს არის მე-15 თავის მე-5 მუხლი. მიუხედავად იმისა, რომ უფალმა თავადვე ანუგეშა ღამის ხილვაში აბრაამი, იგი ადამიანურადაც ანუგეშებს მას. ალბათ როგორც ადამიანს აბრაამს ესე ჭირდებოდა იმისათვის, რომ სისრულეში მოსულიყო მისი ნუგეში და ყოვლითურთ აღსებულიყო მისი მთელი ადამიანური უჯრება, გონება, სამშვენიველი სული და გული უფლის ამ ნუგეშით და სწორედ აი ამის გამო არის ჩემთვის უსაყვარლესი სიტყვები მე-5 მუხლში აღწერილი. გარეთ გაიყვანა და უთხრა. უფალს გაყავს გარეთ აბრაამი, როგორც მეგობარს მეგობარი. ეს არის ყველაზე ერთ-ერთი ცოცხალი დამოკიდებულება ადამიანისადმი ძველ აღთქმაში უფლის მიერ გამოვლენილი. გარეთ გაიყვანა და უთხრა, ახედე ცას და დაითვალე ვარსკვლავები. თუ შეგიძლია მათი დათვლა, კითხავს უსვამთ თითქოს და უფალი. და მე აგრძელებს, მე უთხრა, ამდენ იქნება შენი შთამომავლობა. და უკვე აღსრულდა სრულად კუთხევა აბრაამზე და აღსრულდა სრულად ნუგეში, რადგანაც უფალმა თქვა რა ეს, ნიშნავს რომ მას უკვე რა თქმა უნდა გარკვეულ პერიოდში ასე ვთქვათ გახანგრძლივება აღარ ემუქრება, ეს კუთხევა უკვე აღსრულებულია. ანუ აბრაამმა იცის რომ მას უეჭველად ყოველგვარი ეჭვის გარეშე იქამდეც არ ქონდა მას ეჭვი, მაგრამ მან იცის რომ მას ძე ეყოლება. ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ თითქოს და უკვე ისააკი დაბადებულია. იმგვარი ცოცხალი სიტყვებია, იმგვარი მანუგეშებელი სიტყვებია, იმგვარად გამსჭვალავდა მთლიანად აბრაამის არსებას და აბრაამს ადამიანურად აღავსებდა ეს სიტყვები, რადგანაც მას როგორც უკვე თქვით წინ უძღოდა ორი ნუგეში, სიტყვიერი და გარეგნული ალეგორიული ნუგეში, რომლითაც დაადასტურა უფალმა მისი აღთქმა აბრაამთან დადებული. და უნდა გავიხსენოთ ასევე სხვა ალეგორიაც, რომელიც დაკავშირებულია აბრაამის შვილიერებასთან. ჩვენ ვიცით რომ უფრო ადრე თუ არ ვცდები მე-12-მე-13 თავში ისევ და ისევ ანუგეშა უფალმა აბრაამი და ისევ და ისევ მისი შვილიერებისა და შთამომავლობის სიმრავლეს ალეგორიული აქცენტი გაუკეთა. ეს დაკავშირებულია ზღვის ქვიშასთან. ზღვის ქვიშასავით ურიცხვი იქნება შენი შთამომავლობა, მიმართავს უფალი აბრაამს და დღეს, ანუ მე-15 თავში უკვე მიმართავს მას, რომ ცის ვარსკვლავით გამრავლდება მისი შთამომავლობა და ძალიან საინტერესოა ამ ორი ალეგორიის განმარტება. თუ რას უნდა ნიშნავდეს აბრაამის შთამომავლების ეს ორი ალეგორია, ზღვის ქვიშასთან შედარება და ცის ვარსკვლავთან შედარება. პირველი ვარსკვლავებს შედარებული აბრაამის შთამომავლობა ნიშნავს იმას, რომ თუ აბრაამის შთამომავლები, ანუ ისრაელიანები იქნებიან ღვთისმცნების მიმდევარნი, თუ მათ ხსოვნა იქნება ცოცხალი ღმერთისა, რომელმაც უკვე მოგვიანებით იგი გამოიყვანა ეგვიპტის მონობისაგან და მეწამული ზღვა განუპო და იქამდე უამრავი სასწაულით ანუგეშა მათი მამათმთავარი და არა მხოლოდ მამათმთავარი, არამედ ზოგადად ისრაელიანები და თუ ცოცხალი ღმერთის მიმდევრები იქნებიან ისრაელიანები, მაშინ ისინი იქნებიან ცის ვარსკვლავით მოკაშკაშენი სულიერად. ხოლო თუ ისინი დაივიწყებენ ცოცხალ ღმერთს, ადონაის, ელშადაის, იეჰოვას, უზენაეს ღმერთს, მაშინ ისინი სიმრავლეს არ დაკარგავენ, ანუ რიცხვით ბევრნი იქნებიან, მაგრამ მკვდარნი, ისევე როგორც ზღვის ქვიშა. ვიცით რომ ზღვის ქვიშა არის ბევრი, მაგრამ დანაწილებული, გაცალკევებული და ამავდროულად უსიცოცხლო. იგი ექვემდებარება ტალღების მიმოქცევას. როგორც იქნება ტალღის მიმოქცევა, იქ იქნება ზღვის ქვიშაც. და სწორედ აი ეს მინიშნება უფლისა ალეგორიული მინიშნება არის წინასწარმეტყველებაც ამავდროულად, რომელიც როგორც უკვე თქვით ამ ორას ატარებს საკუთარ თავში. და აი ამ ანუგეშებელი სიტყვების შემდეგ რა თქმა უნდა ერწმუნა უფალს აბრაამი და მან სიწაფელეში ჩაუთვალა. აბრაამის ცხოვრებაში და მის გარშემო ხდებოდა ყველა ეს მოვლენა მისგან ყველა ეს მოვლენა მისგან ითხოვდა საკუთარ თავზე მაღლადგომას. და ეს სიტყვები ერწმუნა უფალი აბრაამს
არ არის დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ ამ ფაქტთან, რომ მას შვილიერება ექნება და რომ მისი შთამომავლობა გამრავლდება. რატომ შეერაცხა აბრაამს სიწრფელეში უფლისადმი მინდობა და უფლისადმი რწმენა? პირველი მაგალითი, როგორც უკვე ვთქვით, აბრაამი უფალს მიყვება იქ, სადაც მან არ იცის. აბრაამს ეს მინდობა უფლისადმი სიწრფელეში შეერაცხა. აბრაამი შედის ეგვიპტეში და მის თავს, მის მეუღლეს და მის სახლეულს უსჯულოებს უქვემდებარებს. და მან იცის, რომ უმნებლად გამოვა ისიც და მისი მეუღლე. ამ შემთხვევაშიც აბრაამი მიენდო უფალს და უფალმა ეს მინდობა აბრაამს სიწრფელედ შეურაცხა. აბრაამი ქალდეველთა ურიდან გამოდის, როგორც უკვე ვთქვით, და ბეთილსა და ჰაღაის შორის აშენებს სამსხვერპლოს, სადაც განადიდა უფალი და სადაც მოექცა კიდევაც ბეთილიდან და ჰაღაიდან მოსული მრავალი ადამიანი და სწორედ ეს მინდობა უფალმა მას შეურაცხა სიწრფელედ. აბრაამი უძლებელ კოალიციას 381 სახლი კაცით, ანუ 4 მეფეს ამარცხებს. იგი ბრძოლაში მიდის, იგი გამოიხსნის მის ძმისშვილს ლოტს და ამავდროულად სოდომელებს. და აი ეს მინდობა ღვთისადმი 4 უძლებელი მეფისადმი 381 კაცით გალაშქრება და გამარჯვება და ღმერთზე მინდობა აბრაამს უფალმა შეურაცხა სიწრფელედ. და რა თქმა უნდა ეს ბოლო ფაქტი, ამ შემთხვევაში ბოლო ფაქტი მე-15 მუხლში დაფიქსირებული ფაქტი, პირობითად ბოლოც შეურაცხა უფალმა სიწრფელედ, რომ მან ირწმუნა, რომ მართლაც მას ეყოლებოდა შთამომავლობა და რომ მისი შთამომავლობა იქნებოდა ურიცხვი ზღვის ქვიშასავით და ცის ვარსკვლავით. და ამასთან დაკავშირებით ახალ აღთქმაში მოციქულები აქცენტს აკეთებენ თუ როგორი სარწმუნოება ჰქონდა აბრაამს. როგორც უკვე ვთქვით, მისი სარწმუნოება ყოველთვის სამაგალითო იყო ძველსა და ახალ აღთქმაში და რომელთა მიმართ ეპისტოლის მე-4 თავის მე-9 მუხლში ჩვენ ვკითხულობთ შემდეგ სიტყვებს. შეერაცხა აბრაამს სარწმუნოება იგი მისი სიმართლედ. ანუ მისი სარწმუნოება გახდა მისი სიმართლის საწინდარი, ანუ მისი სიწმინდის საწინდარი. უფლისადმი ამგვარი თავგანწირული მინდობა, რა თქმა უნდა, სიწმინდეს მოითხოვს და რომ არა სიწმინდე შეუძლებელია ამგვარი მინდობა უფლისადმი. და ასევე ჩვენ ვკითხულობთ იაკობ მოციქულის ეპისტოლის მეორე თავის 21-25 მუხლებში შემდეგ სიტყვებს: რწმენა აბრაამსა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ. თითქოს და იგივეს იმეორებს იაკობ მოციქული, მაგრამ აგრძელებს და მეგობარ ღმრთისა იწოდა. აი როგორც უკვე ვთქვით, როგორც აქცენტს ვაკეთებთ ჩვენ იმაზე დღევანდელი საუბრის განმავლობაში, რომ უფალი აბრაამის მეგობარია, აბრაამი უფლის მეგობარია. სწორედ იგივე აქცენტს უპირველესად და ჩვენამდე აკეთებდა იაკობ მოციქული და ზოგადად მოციქულები და იგი ამბობს: მეგობარ ღმრთისა იწოდა აბრაამი. ხედავ, რამე თუ საქმეთაგან განმართლდების კაცი და არა სარწმუნოებისაგან ხოლო. ანუ მკვდარი სარწმუნოება, ისევ და ისევ იაკობ მოციქული ამბობს, რომ სარწმუნოება თვინიერ საქმისა მკვდარ არს. ანუ აბრაამს რომ მეთქვა უფალო, მე მწამს რომ შენ ხარ ელშადაი, რომ შენ ხარ ადონაი, სხვისგან რომ გაეგო, შეუძლებელია მისთვის ეს ყოფილიყო მისი პირადი გამოცდილება, თუ კი უფალს იგი საქმედან არ უერთგულებდა. ამიტომ აბრაამი რომ დარჩენილიყო ქალდეველთა ურში, მამის წარმართულ სახლში, წარმართულ გარემოში, მამის სიბილწეში, როგორც წმინდა წერილი ამას ამბობს, და საქმით არ გამოევლინა მას უფლისადმი მინდობა და უფლისადმი რწმენა, მისი სარწმუნოება მკვდარი იქნებოდა და შესაბამისად იგი ვერც დაუმეგობრდებოდა უფალს და ვერ ექნებოდა მას უფლისადმი იმგვარი სიახლოვე, როგორცაც მოგვითხრობს წინასწარმეტყველი მოსე დაბადების წიგნში. უთხრა აბრაამმა: უფალო ღმერთო, როგორ მივხვდე რომ დავიმკვიდრებ? ანუ როგორ მივხვდე რომ დავიმკვიდრებ ამ მაღლს, ამ წყალობას, ამ აღთქმას შენს მიერ მოცემულს და ისევ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ აბრაამი არ ეჭვდება უფლის აღთქმაში, არამედ აბრაამი როგორც მართალი ადამიანი, როგორც სულიერი ადამიანი და როგორც სულიერი გამოცდილების მქონე ადამიანი ითხოვს უფლისგან ნიშანს, საღვთო ნიშს, ანუ სასწაულს არა წარმართული გაგებით, რომელსაც ნათესავი ბოროტი და მემრუ შეეძიებს,
არამედ იმ სასწაულს, იმ ნიშანს, რომელსაც წმინდანიც ეძებს უფლისაგან. აი მაგალითად ვიცით, რომ წმინდა მამები, ასურელი მამები იქნებოდა თუ სხვა მოღვაწე მამები, როდესაც ტაძრის აშენებას გადაწყვიტავდნენ, უფლისგან ნიშანს ელოდებოდნენ თუ რომელ ადგილზე, რომელ გეოგრაფიულ ადგილზე უნდა აეშენებინა ტაძარი. სწორედ აი ამგვარი დამოკიდებულება აქვს აბრაამს და როგორც უკვე ვთქვით, ეს დამოკიდებულება, ეს კითხვა უფლისადმი ამ ნიშნის მოლოდინი აბრაამის მიერ დაკავშირებულია ისევ და ისევ შთამომავლობის კურთხევაზე და შთამომავლობაზე ზრუნვაზე. შთამომავლობაზე ზრუნავს და აი ამის გამო ეკითხება უფალს აბრაამი ამგვარი კითხვით. როგორ მივხვდე რომ დავიმკვიდრებ? რატომ? იმიტომ რომ აი ეს ნიშანი, მეგობრული მინიშნება უფლის მიერ აბრაამისადმი იქნება მოწმობა იმისა, რომ ჭეშმარიტად შვილებო თქვენ მიიღეთ უფლისაგან კურთხევა და როდესაც ისრაელიანებს გარს შემოეხვდა უამრავი მოგვიანებით უამრავი წარმართული ერი და შურით დაუპირისპირდება მას, ისრაელიანებს ექნებათ მოწმობა იმისა, რომ ის უფალმა აკურთხა მისი წინაპრის აბრაამის გამო და აბრაამზე მინიშნებული ესა თუ ის ნიშანი იქნება ისრაელიანების მოწმობა, რომ ჭეშმარიტად მათზე არის კურთხევა და აღთქმა აღსრულებული უფლის მიერ და მინიმუმ ეს აღთქმა და ეს აღსრულებული აღთქმის აღმასრულებელი ნიშანი იქნებოდა შიშის მომგვრელი წარმართებისათვის, რადგანაც წარმართებიც კი აკვირდებოდნენ იმას, ვისთან იყო ღმერთი და ვისთან არ იყო ღმერთი, ვის ეპოვა მადლი ღვთის თვალში და ვის არ ეპოვა. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია და აღვნიშნავს, რომ წარმართულ აზროვნებაში აქცენტები ამაზეც კეთდებოდა, თუ ვისთან იყო, ვის მხარეზე იყო ცოცხალი ღმერთი. და აი ამის შემდეგ უფალი მიმართავს აბრაამს. უთხრა უფალმა: მომიყვანე 3 წლის ხბო, 3 წლის თხა, 3 წლის ცხვარი, გვრიტი და მტრედის ხუნდი. აიღე ეს ყველაფერი, შუაზე გახლიჩე და ერთმანეთს მიუწყვე. ნახლეჩები, ოღონდ ფრინველები არ გაუხლიჩა. ძალიან ისეთი ბარბაროსული აქტია თანამედროვე თვალსაზრისით თუ შევხედავთ ამას, ცხოველების გახლეჩა, მაგრამ ფრინველებს მაინც არ ხლიჩავს. ჩდება კითხვა, რატომ? ისევ და ისევ მეგობრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, როგორ მამაო? განსაკუთრებით აღმოსავლეთში არსებობდა ამგვარი პრაქტიკა, რომ როდესაც ორი ადამიანი გადაწყვეტდა ძმობის შეფიცებას ერთმანეთისადმი და ეს ძმობის შეფიცება დაკავშირებული იყო ერთმანეთისადმი თავგანწირულ სიყვარულთან, რომ მე თუ ვინმეს ძმობა შევფიცებდი, მე მისთვის მოვკვდებოდი, ის ჩემთვის მოვკვდებოდა. ეს იყო უდიდესი აღთქმა ერის კაცთა შორის და სწორედ აი ამ პირობას და აი ამ პირობაზე და ამ ფიცის დადებაზე მიანიშნებს უფალი აბრაამს. ანუ უფალი იმას თხოვს აბრაამს, რაც მისი ადამიანური ბუნებისთვის და ლოგიკისთვის მისაღებია. უფალი ამით ეუბნება, რომ აბრაამ, მე შენი ფარი ვარ. იქამდე უთხრა: აბრაამ, მე შენთან ვარ. აბრაამ, მე შენთან ვიქნები. აბრაამ, ყველა იმ აღთქმას აგისრულებ, რომელიც შენ აღგითქვი. აბრაამ, მე შენი მეგობარი ვარ. ამით უფალი აბრაამს ეუბნება და სწორედ უფალი პირობას უდებს და ძმობა შეჰფიცებს აბრაამს ამ ფაქტით და ამაზე ცოცხალი დამოკიდებულება კიდე ძველ აღთქმაში იშვიათია, ძველ აღთქმაში შეიძლება არც კი იყოს, მე არ მახსენდება. თუ როგორ შეიძლება ამგვარი ცოცხალი დამოკიდებულება ქონოდა ამაზე მეტი ცოცხალი დამოკიდებულება ქონოდა უფალს ძველი აღთქმის მოქალაქესთან და აბრაამი იმ წამსვე გებულობს თუ რაზეა საუბარი. აბრაამი კიდევ ერთხელ ნუგეშებია უფლის მიერ, შეიძლება მე-15 თავს ნუგეში დავარქვათ, იმიტომ რომ მთელი მე-15 თავი ყოველ შემთხვევაში მე-10 მუხლამდე არის ნუგეში უფლის მიერ, თან მეყსეული და მყისიერი ნუგეში. არ არსებობს აბრაამის პიროვნებაში არც ერთი პრობლემა, არც ერთი სატკივარი, რომელსაც არ უსალმუნებს მე-5 მუხლამდე უფალი და რომელ ტკივილსაც არ უგვარებდეს მყისიერად, სიტყვით თუ ალეგორიით. ამ შემთხვევაში უკვე ფიცის დადებით და აბრაამი ხვდება, რომ უფალმა მას კავშირი დაუდო, ადამიანური კავშირიც დაუდო. თუ უხეში სიტყვა იქნება გამოყენებული
შენდობას ვითხოვ წინასწარ, მაგრამ უფრო თანამედროვე ტერმინით მინდა ვთქვა, მაგრამ ეს ტერმინი ცოტა სხვაგან მიდის, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა გამოვიყენო. ეს კონტრაქტიც არის კარგი გაგებით, რომ მე შენთან ვიქნები, მაგრამ ეს უვადო კონტრაქტია. მე აბრაამ შენთან ვიქნები, შენ შთამომავლობასთან ვიქნები, მარადი შენთან ვარ, რადგანაც შენნაირი ერთგული ადამიანი არ არსებობს ძველ აღთქმაში. ვიდრე არ დაიბადება ისააკი, ვიდრე არ დაიბადება იაკობი, ყოველ შემთხვევაში იმ თვალსაწიერში, ძველი აღთქმის იმ პერიოდში შეუძლებელია ყოფილიყო სხვა ადამიანი, რომელიც გამოვიდოდა ქალდეველთა ურიდან და აღასრულებდა იმ მოღვაწეობას, ხორციელი გაგებით თუ სულიერ გაგებით, რომელიც აღასრულა უფალმა. შეუძლებელია ყოფილიყო იმგვარი ადამიანი სხვა მეორე, რომელიც ხორციელათა და სულიერად იმგვარ მოღვაწეობას აღასრულებდა, როგორც აბრაამი. ვიცით რომ სხვა მართალიც იყო მელქისედეკი, მაგრამ მელქისედეკი მღვდელი იყო და ომში ვერ წავიდოდა, როგორც აბრაამი. ანუ აი ამ საქმისთვის ზედგამოჭრილი შეიძლება ითქვას იყო აბრაამი, რომელიც იბრძოლებდა კიდევაც, რომელსაც ასე ვთქვათ სულიერი შვილებიც ყავდა, რომელიც ქადაგებდა, რომელიც მიგრაციაში იყო და არ იყო დამკვიდრებული ერთ ადგილზე. ამ შემთხვევაში მელქისედეკი მახსენდება, რომელიც მეფე იყო სალემისა, ანუ იერუსალემისა და იგი სხვა ადგილზე არ იყო. შეიძლება იერუსალემში და მის გარშემო რეგიონებში იგი ქადაგებდა როგორც მისიონერი, მაგრამ ამხელა მიგრაცია ეგვიპტიდან სოდომამდე, სოდომიდან ჰაღაიმდე, ჰაღაიდან იქამდე კიდე ქალდეველთა ურიდან გამოსვლა არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში არ არის დაფიქსირებული. მხოლოდ და მხოლოდ აბრაამი აღასრულებს ამგვარ მოღვაწეობას და აქედან გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ აბრაამ შეეძლო ამგვარი მოღვაწეობის აღსრულება და სწორედ აი ამის გამო ამ რჩეულ ჭურჭელს განსაკუთრებულ პირობას უდებს უფალი. და უნდა აღინიშნოს ასევე, რომ თიკანი, ცხვარი, გვრიტი, ხბო, ტრედი, ეს ყოველივე, რომელიც შეიწირა უფალმა, ეს არის მსხვერპლშეწირვა უფლისადმი. მაგრამ ამავდროულად ადამიანური გაგებით აბრაამისთვის ეს არის კავშირის გამამყარებელი ბეჭედი, რომლითაც მათი მეგობრობა დასტურდება, რომლითაც შეურყეველია მათი ერთობა და რომლითაც იწყება მათი მარადიული ერთობა. და დაიწყო ამ ქვეყნიურად აბრაამისა და უფლის მეგობრობა და გაგრძელდა მარადისობაში. მაგრამ აი ამ აღთქმასთან ერთად, აი ამ პირობასთან ერთად, ეს როგორც უკვე ვთქვით, უპირველესად რაც ჩვენ გონებაში ამოტივტივდა და ასეც არის მსხვერპლშეწირვა. და ლევიტელთა პირველი თავის მე-14, მე-17 მუხლი ისევ და ისევ აქცენტს აკეთებს ამგვარ მსხვერპლშეწირვაზე, რომ უფალს, როდესაც მსხვერპლი შეეწირება, უნდა შეეწიროს ის, რასაც ახლა უფალი სთხოვს აბრაამს. მაგრამ მე-15 თავში აღნიშნული ფაქტი ისევ და ისევ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ყველაფერი არის კარგად დავიწყებული ძველი. ანუ აბრაამის მიერ აღსრულებული მსხვერპლი უკვე მსხვერპლი იყო. მაგრამ რადგანაც დაივიწყა ისრაელიანებმა ამგვარი დამოკიდებულება ღვთისადმი, ანუ ღვთისადმი სათნოყოფა და ღმერთთან მეგობრობის პირობის დადება, მოსე წინასწარმეტყველი უფლის მიერ ჯულში ისევ და ისევ ახსენებს მათ და ლევიტელთა წიგნში ჯულის სახით, ანუ კანონმდებლობის სახით უკვე კანონდება ამგვარი დამოკიდებულება ღმერთთან. ანუ ისრაელიანები ვალდებულნი არიან, რომ ღმერთთან იმეგობრონ, ვალდებულნი არიან კარგი გაგებით და არა ძალადობით. სხვა გზა არა აქვს ისრაელს, ღმერთთან უნდა იყოს, ღმერთის ძეა იგი, ღვთისაზე პურო ერია. თუ ღმერთთან არ იქნება, ცუდად იქნება მისი საქმე. ამიტომ ღმერთი ისევ და ისევ ახსენებს, გახსოვს კარგად ყოფნის პერიოდი, ანუ თქვენი მამათმთავარი აბრაამი კურთხევის მიღების წინ და კურთხევამდე როგორ იყო ჩემთან, როგორ იყო, როგორ გზას გადიოდა, როგორი პირობა დამიდო, როგორ სათნომეყოფოდა მე იგი მისი მსხვერპლშეწირი. სწორედ იგივე გზა უნდა გააგრძელოთ თქვენ მისმა შვილებმა, ისრაელიანებმა. და აი ამის გამო ლევიტელთა წიგნში მეორდება იგივე მსხვერპლშეწირვა და ეს არ არის, როგორც უკვე ვთქვით, ახალი ფაქტი, ეს არის კარგად დავიწყებული ძველი. ამავდროულად შესაწირი, პირუტყვი და ამავდროულად ფრინველიც არის ალეგორიული მნიშვნელობის და აი ამ ალეგორიასაც მინდა შევეხო, თუ როგორ განმარტავენ ამ ალეგორიას სხვადასხვა ეგზეგეტები. სამწლოვანი ცხოველი, დეკეული, თხა და ცხვარი იყო წინასახე ეგვიპტეში ებრაელთა ყოფნისა, ანუ მათი მონობის პერიოდისა. ხორცის დანაწევრება
მოგეხსენებათ ფრინველები არ გახლეჩილ არ გაუჭრი ა ブラ ამს და არც სხვა დროს სხვა შეწირვის დროს არ იჭრებოდა ფრინველები მხოლოდ ცხოველები იხლიჩებოდა შუაზე და ეს იყო ეგვიპტეში ებრაელთა ტანჯვის სიმბოლო როგორც ცხოველი ტანჯვას განიცდის აი ამგვარი აქტის შედეგად და შემდეგაც აი ამგვარ ტკივილებს განიცდიდა ეგვიპტეში მონობის დროს ისრაელიანები და ამავდროულად ორი ცხოველის გახლეჩა, როდესაც პირობა იდებოდა, სიმბოლო იყო იმისა, რომ როგორც ეს უკვე გახლეჩილი ცხოველი არის ერთი სხეულის, როგორც ერთი სხეული გაიხლიჩა, მაგრამ მიუხედავად გახლეჩვისა, იგი ერთი სხეულიდან არის გამოსული ორივე ნაწილი, აი ამგვარი ერთმთლიანობა ამგვარი ერთობა იქნებოდა ამ ორ მხარეს შორის, ანუ ამ ორ მეგობარს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი მეგობარი სხვადასხვა ადგილზე იქნებოდა, ფიზიკურად და შეუძლებელი იქნებოდა მათი ერთობა. ამგვარი ქმედება, ამგვარი აქტი სიმბოლო იყო იმისა, რომ აი ამ ერთი უკვე გახლეჩილი ცხოველის სხეულის მსგავსად ერთიანი იქნებოდა მათი ერთობა და მეგობრობა და ეს ერთობა უფლისა და ა ブラ ამის მეგობრობასაც ეხებოდა. და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ დღეს შევეხეთ მხოლოდ პირველ და მეათე მუხლს, ანუ პირველიდან მეათე მუხლამდე ვისაუბრეთ, მაგრამ მე-11 თავში ასევე საუბარია იმაზე, რომ ამ მსხვერპლშეწირვის დროს ა ブラ ამი სვავებს იგერიებდა. სვავების მოგერიებასაც ძალიან ბევრი მნიშვნელობა აქვს. პირველი, სვავების მოგერიება სიმბოლოა ღვთისმსახურების დროს საკუთარი დაცემული ბუნების ასე ვთქვათ, საკუთარ დაცემულ ბუნებასთან შებრძოლებისა. ჩვენ ვიგერიებთ ჩვენ დაცემულ ბუნებას, ჩვენ ვიგერიებთ ჩვენ სურვილებს, ჩვენ ხორციელ მიდრეკილებებს, როდესაც ჩვენ მსახურებაზე ვდგავართ. ამავდროულად ძალიან ბევრი განმარტება აქვს ამას. ერთ-ერთი ლიტურგიკული შტრიხიც არის დართული ამ სვავების მოგერიებასთან და ერთ-ერთი განმარტების თანახმად ეს განასახი ა ブラ ამი მსხვერპლშეწირვის დროს განასახიერებდა იმ დიაკონს, რომელსაც ხელთ უპყრია რიპიდი, ანუ სამწერობელი და რომელიც უნიავებს ბარძიმს. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით გავრცელებული იყო აფრიკასა და ისეთ ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებული სიცხეა და აქედან გამომდინარე მწერიც ბევრია და წერვის დროს იმის გამო რომ მწერი არ მომხვდარიყო გარდასახულ სისხლსა და ხორცში, ანუ ბარძიმში, რიპიდით, ანუ სამწერობელით დიაკონი მას აფრთხობდა, შეიძლება ამგვარად ითქვას და იგერიებდა მწერს. და სწორედ აი ამას განასახიერებდა, როგორც ლიტურგიკული ერთ-ერთი შტრიხი და განმარტება ამას განმარტავს ა ブラ ამი. და საინტერესოა ასევე სასულიერო განმარტება. ეს ყველა სასულიერო განმარტებიდან არის ამოღებული ეს ტერმინები, მაგრამ საინტერესოა ისევ და ისევ სხვა განმარტება. მსხვერპლი იყო წინასახე თავად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც მამაღმერთისადმი შეწირული შემაარიგებელი მსხვერპლი უნდა შეეწირა, ანუ საკუთარი თავი, განკაცებულ ღმერთს. და საინტერესოა ასევე თუ ალეგორიულად რას უნდა ნიშნავდეს თხა, ხბო და ცხვარი. წმინდა დიმიტრი როსტოველი ამგვარ განმარტებას გვთავაზობს. ვისაც სურს ზეციური ნეტარების ვითარცა აღთქმული მიწის მიღწევა, უნდა ჰყავდეს 3 წლის გონიერი დეკეული. შესაძლებლად უფლისა და რატო? ანუ სამმაგი სიმდაბლე, რაც მდგომარეობს ღვთის მიერ უფროსებისადმი, უმცროსებისადმი და თანატოლებისადმი მორჩილებაში. ანუ 3 წლის ხბო ალეგორიულად ნიშნავს სამგვარ მორჩილებას. მორჩილება, რომელიც არის დაკავშირებული უფალთან, უფროსებთან, თანატოლებთან და უმცროსებთანაც კი. უნდა ჰყავდეს 3 წლის თხა, ანუ უნდა ჰქონდეს სამმაგი სინანული, გულის შემოსრულება, ჭეშმარიტი მონანიება და ჩადენილი ცოდვების გამო სინანული. ასევე უნდა ჰყავდეს 3 წლის ცხვარი, ანუ სამმაგი სიმამაცე, რაც ვლინდება წმინდა სარწმუნოებაში და უფლისათვის უკანასკნელ აღმოსუნთქვამდე ერთგულებაში. ანუ ესეც სიმამაცეა. ცხვარი ამ შემთხვევაში ყოჩი გულისხმობა, რომელიც მართლა გამოირჩევა მამაცობით და ასე ვთქვათ, იგი იცავს კიდევაც ფარას.
როცა ადამიანი არ დაგდებს ქონებას, ანუ სიმამაცე ვლინდება ამაშიც, როცა ადამიანი არ დაგდებს ქონებას, პატივს და ჯანმრთელობას და მათი დაკარგვის შემთხვევაში ღვთისა და წმინდა ეკლესიის სადიდებელად ყოველივეს დაითმეს. ესეც არის სულიერი სიმამაცე. ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია შემწირველს ყავდეს გვრიტი, რომელიც არის სიმბოლო სულისა და ხორცის უბიწოებისა. ანუ აუცილებელია სულისა და ხორცის უბიწოებაც. და უნდა ყავდეს მტრედი, რომელიც არის სიმბოლო გულის უბრალოებისა და სიმდაბლისა. შეგვეციოს უფალი, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული შესაწირი ცხოველის ალეგორია მოვიპოვოთ, ანუ სულიერი სათნოებები და განსაკუთრებით მტრედი, რომელიც არის სიმბოლო გულის უბრალოებისა და სიმდაბლისა. ამინ.